საქართველოში ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დაწყებას გეგმავენ, როგორ აპირებს ხელისუფლება ჩაის მიტოვებული პლანტაციების რეაბილიტაციასა და რეგიონებში შემნახველი მეურნეობების შექმნას. სამოქალაქო სექტორისა და მოხალისეების მაქსიმალური ჩართულობისთვის გარემოს დაცვის საქმიანობაში სამინისტროსა და AIS-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შემოქმედი ახალგაზრდები ერთმანეთს საუკეთესო ლექსის წერაში ეჯიბრებიან, ვინ გახდა ჟიურის რჩეული და როგორ გამოიყურება საპრიზო სამეული. ზესტაფონის მოამბეს სპეციალური საფესტივალო ნომერი ყველაფერი ტრადიციად ქცეული სიმღერებისა და ღვინის ფესტივალების შესახებ. ოქროსფერი შემოდგომის სახალხო დღესასწაულების მოლოდინები ზესტაფონში. საქართველოში ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ოთარ დანელიას განმარტებით პროგრამა მიტოვებული პლანტაციების რეაბილიტაციასა და რეგიონებში შემნახველი მეურნეობების აშენებას ითვალისწინებს. მინისტრი ამბობს, რომ მეჩაიეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისა და დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახება. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება. ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ჩვენ მივიძებთ ორი ახალი პროექტის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ოფისის მეურნეობის სამინისტრომ. პირველი ეს გახლავთ ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რეაბილიტაციას იმ მასივებისა, რომელიც წლების მანძილზე იყო ამორტიზირებული და ექვემდებარება რეაბილიტაციას. რა თქმა უნდა, ეს ასევე იმოქმედებს დასაქმების ზრდაზე რეგიონებში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში. მეორე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენ ასევე წარუდგენთ ეკონომიკური საბჭოზე გახლავთ შემნახველი მეურნეობების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამაცივრო მეურნეობების, სასაწყობე მეურნეობების განვითარებას ყველა რეგიონში საქართველოში, ვინაიდან ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 20%-მდე დანაკარგი გვაქვს ყოველწლიურად მოსავლისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხდება არასწორი შენახვა და დასაწყობება პროდუქციის. ამიტომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს და საბოლოოდ ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს მოსახლეობას. გარემოს დაცვის უწყება მოქალაქეებს გარემოს დაცვის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია AIS-ის თავმჯდომარემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად საზოგადოებრივი ორგანიზაცია გარემოს დაცვის პროექტებსა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მოლაშქრეებისა და მოხალისეების ჩართვას უზრუნველყოფს. მათი მიზანია სამოქალაქო სექტორისა და მოხალისეების მაქსიმალური ჩართულობა გარემოს დაცვის საქმიანობაში, ასევე ეკოსაქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ჩვენი საქმიანობა წარმატებული მხოლოდ მაშინ არის, რაც უფრო ფართო მასებს ჩავთავთ ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზებული ჯგუფები, როგორც არის კიდევ ეს ასოციაცია, მოლაშქრეთა ასოციაცია AIS-ი, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თანამშრომლობის არეალები ფართოვდება. ჩვენი კარი ღია, მობრძანდით თანამშრომლობისთვის ჩვენ მზად ვართ და მზად ვართ პარტნიორობისა და მეგობრობისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის დაინტერესება სამოქალაქო სექტორთან ერთად, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად იზრუნოს გარემოზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ვიმედოვნებ, რომ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა, ეს არის დასუფთავების აქციები, ბუნების ძეგლები, რომლებიც თბილისის გარშემო არის და არა მარტო თბილისის გარშემო, მოხალისეების მიერ კარგი იქნება, რომ დასუფთავდეს და ამაში სამინისტროს მხარდაჭერა იქნება ძალიან მისასალმებელი. საქართველო არ გასწირა ქართველ 9 ძმის ძმათა ძმობამ თესოთ ის ხორბალი, რომელიც ჩვენ დაგვაპურებს. მუზების პაექრობა და საკუთარი შემოქმედების გამომზეურება. ეს იყო მთავარი ხაზი პოეზიის საღამოსი, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა. ბევრი შემოქმედისთვის ეს წუთები პირველი იყო. პირველი ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი სულის ნაწილისა და ნააზრევის გამოტანისა. იყო შიშიც და აღფრთოვანებაც, სითამამეც და მოკრძალებაც, პესიმიზმიც და ოპტიმიზმიც, მაგრამ რაც მთავარია იყო ბევრი სიყვარული.
მაქვს 3 ლექსი, ერთია ჩემს სკოლაზე, ორი ყოფით ცხოვრებას და ვნახოთ. წარმატებებს უსურვებ ყველა მონაწილეს. ჩემი ყველა ლექსი თითქმის ერთნაირია, ცოტა პესიმისტი ვარ და სხვანაირად უყურებ რა სამყაროს და ამაზე ვწერ და რა ვიცი, სიყვარულზე მაქვს ლექსები, მაგრამ არ მგონია რომ დღეს სიყვარულზე დავიკითხო. გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, იმიტომ რომ მე ზოგადად არ გამოვაჩინე ჩემი ნიჭი, ზოგჯერ მინდა რომ რაიმე მივაღწიო ამით. ძირითადად წერ როგორც სიყვარულზე, ასევე ცხოვრებისეულ ლექსებს, რაც ხდება ახლა და რაც ხდებოდა. და იმას ვიტყვი რომ დღეს ჩვენ პოეზიის საღამოზე ვართ და ძალიან მიხარია რომ ჩვენ საშუალება გვაქვს წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი. კონკურსი, რომელიც გამგეობის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა დამწყები პოეტების წარმოჩენას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან წარმოდგენილმა შემოქმედებმა საკუთარი ლექსებით მაყურებელიც მოხიბლა და ჟიურის პატივისცემაც დაიმსახურა. უკვე 2 წელია საფუძველი ჩაეყარა და ხორციელდება ჩვენი სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ღონისძიება საკუთარი შემოქმედების კონკურსი პოეზიაში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთათვის. კონკურსი ემსახურება ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის გამოვლენას და მათ წახალისებას. ძალიან სასიამოვნოა და მისასალმებელი ის რომ ახალგაზრდობა, მოსწავლე ახალგაზრდობა დაინტერესებული არის პოეზიით და საერთოდ შემოქმედებით და მათ გარკვეული წარმატებებიც აქვთ ამ საქმეში, წერენ ჩვენიერ კარგ ლექსებს. მე ვფიქრობ, რომ მეტი შრომა ჭირდებათ, რა თქმა უნდა, მე კიდეც ვესაუბრებ მათ ამ თემაზე და უთხარი რომ პოეტის შრომა ეს ძალიან რთული შრომა არის. ეს არის მართლაც და ტიტანური შრომა. სახასიათო და სახალისო იყო პირველ ადგილზე გასული გიორგი სულაქველიძის ლექსი სიყვარულზე. ანა დათიაშვილი კი, რომელიც მეორე ადგილს დასჭერდა, სამშობლოს თემატიკაზე დაწერილი სტროფებით წარსდგა ჟიურის წინაშე. მრავალფეროვანი და კრეატიული იყო ორნატელი ნინო ხოხიაშვილის პოეზია, რომელსაც კომპეტენტურმა ჟიურიმ მესამე ადგილი არგუნა. ჟიურისა და მაყურებლის სიმპათია ანა ბასისის, ილემისა და საზანო სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს. განსაკუთრებული მოწონება გიორგი მეგრელიშვილის დიდი ემოციებით წაკითხულმა ლექსებმა მიიღო. გამგეობის კულტურის განათლების საქმეთა სამსახურმა ახალგაზრდა შემოქმედების სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. ზესტაფონის სახალხო ზეიმის მოლოდინშია. ამასთან დაკავშირებით გამოვიდა საფესტივალო სპეციალური გაზეთი, რომელიც სტუმრებს სრულ წარმოდგენას შეუქმნის ამ მოვლენათა შესახებ. ყველაფერი ტრადიციული ფესტივალებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. მილოცვები, ისტორია და დღევანდელობა ღვინისა და ლირიკული სიმღერების ფესტივალის თაობაზე ეს ფერადად ილუსტრირებული ნომრის ერთი მთლიანობაა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველად მოუთხრობს მკითხველს ფესტივალების დამკვიდრებისა და მისი სახალხო დღესასწაულებად ქცევის ისტორიაზე, იმაზე თუ როგორ უნდა დარჩეს ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიმბოლოდ. ფესტივალის ორგანიზატორთა მილოცვები ზესტაფონებისა და ქალაქის სტუმრებისათვის გაზეთის პირველ გვერდზეა დასტამბული. შთაგონების 9 წყარო და საქართველოს ნებიერა მარგალიტის სტატიის ავტორები მკითხველს სულიკო 2015-ის მასპინძელი სოფლისა და ფესტივალის ფორმატზე, მის საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლაზე მოუთხრობს. პარიზისა და ნეაპოლის პირველი აღიარებიდან დღევანდელობამდე ზესტაფონური ოჯახური ღვინოების აღიარებაზე ღვინის ფესტივალის თაობაზე გვიამბობს. საფესტივალო ნომერი ზეიმის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ.